მოგესალმებით ყველას. Приветствую всех. Დამიხარია რომ დღეს კვლავ შეგვიძლია ერთად შევიკრიბოთ და ერთად ვემსახუროთ ღმერთს. Я очень рад, что мы сегодня можем снова собраться вместе и служить Богу. წინა კვირას შვენიერი დღე გქონდა. ერთად ვიზეიმეთ. Было прекрасным днем, мы вместе праздновали. ცხოვრება გრძელდება. Жизнь продолжается. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღეთ იმ ღონისძიებაში. Еще раз спасибо всем, кто принял участие в том мероприятии. ეს მართლა ძალიან კარგი იყო და გამომხნევებელი დრო იყო. И правда, это было очень хорошо и вдохновляюще. დღეს ჩვენ ინგაბებოს დაბადების დღეა, შეიძლება სლაიდი. Сегодня день рождения. 89 წლის გახდა. Ей стало 80 лет. და მიულოცებდით. Утром мы ее поздравили. კარგია რომ მიუხედავად ასაკისა, მაინც ცდილობს თავისი ცხოვრება ღმერთში გაიაროს. И хорошо, что несмотря на возраст, она старается свою жизнь находить с Богом. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ თემას, გასაოცარი ქრისტე. Мы продолжаем нашу тему, это великолепный Христос. წინა კვირასაც ჰქონდა მშვენიერი ქადაგება მანუელისგან. В прошлое воскресенье у нас была хорошая служба от Мануэла, урок. ჩვენ ქრისტეზე საუბრობდით, სხვადასხვა კუთხით ვიხილავდით ქრისტეს. Мы на протяжении этого времени разговаривали о Христе с разных сторон, обозревали. საუბრობთ, რომ ის არის ჩვენი მწყემსი, რომ ის არის სიცოცხლე, Говорили, что он наш пастырь, что он жизнь, რომ ის არის კარი, რომ ის არის წყალი და ასე შემდეგ. что он врата, что он вода и так далее. ანუ დღეს სანამ დავიწყებდი გაკვეთილს, ერთი კითხვა მაქვს. Но сегодня, перед тем, как мы начнем урок, у меня есть один вопрос. მიყვარს კითხვები ხოლმე. Я люблю вопросы. თუ გიფიქრიათ, საერთოდ აი რა მოხდებოდა ადამს და ევას, რომ არ შეეჭამათ ის ნაყოფი და გაეგრძელებინათ იქ Думали ли вы когда-нибудь, что случилось бы, если бы Адам и Ева не съели бы того плода? Что бы сегодня случилось? რა დასკვნამდე მიდიოდით აი ამ ფიქრებში? ვიქნებოდით სამოთხეში ერთი в раю? ბედნიერები? Этого бы не случилось. Как бы ничего не случилось. ანუ არაფერი არ იქნებოდა. Должно так случиться. ესე უნდა ყოფილიყო, გასაგები. შეიძლება არ ყოფილიყო. Мы не были бы даже. მაგის შვილი მაინც. კარგი. საინტერესოა ზოგადად ფიქრები რა, ამ კუთხით, ჩვენი გონება მაინც მიდის აქეთკენ. Интересные мысли приходят в этом направлении, наш разум приходит к ним. ჩვენ ამ თემას ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით. Мы немного позже вернемся к этой теме. მაგრამ დღეს მინდოდა ერთ იგავზე გვესაუბრა. Но сегодня я хотел, чтобы мы поговорили об одной притче. იგავი დაკარგულ ძეზე. Притча о блудном сыне. გვახსოვს ალბათ, ხო? Помним, да? რა გვახსოვს ამ იგავიდან? Что мы помним? Любовь отца к сыну. любовь, ხო, მამის სიყვარული. ვინე, კიდე? შვილის ბოლოში გამჭირა ხიბონება. ბოლოში გამჭირია ხე, კაი. Обида брата на брата. Обида на брата. ორივე შვილი უგუნური. როგორ ორივე? ორივე შვილი არის უგუნური. ორივე უგუნური. თავისუფლება. თავისუფლება. კარგი. შეიძლება სლაიდი. იწყება იმით, რომ დატოვა, ესე იგი, უმცროსმა შვილმა მამამ, ხო? Ну, начинается история с того, что младший сын оставил отца. ეს ღორებთან სიტუაცია, Ситуация со свиньями, მერე ბრუნდება, потом их воссоединение, ეს ბრუნდება ის უგროსი ნაწყენია და ასე потом შემდეგ, старший ხო? сын обижается и так далее. და ეს ზოგადად. Но это если в общем эту историю обозреть. ზოგადად როცა ფიქრობთ, ეს უმცროსი შვილი ალბათ არის ჩვენს გონებაში ცუდი. Когда мы в общем смотрим на эту ситуацию, наверное, в наших мыслях младший сын плохой. მაგრამ მერე მოინანია ამ შვილმა. Но потом он покаялся. ხო.
საინტერესოა რომ ვიმსჯელოთ რატომ წავიდა მამისგან. Интересно рассуждать в этом направлении, почему он ушел от отца. დღესაც ჩვენ ამ იგავს არ წავიკითხავთ, მინდა რომ ცოტა სხვა კუთხით განვიხილოთ. Мы сегодня не будем эту притчу читать, я хочу, чтобы мы немного с другой стороны посмотрели на это. ალბათ მიზეზი რომ წავიდა რაღაც დისკომფორტი ჰქონდა ოჯახში. Наверное, он ушел из-за того, что какой-то дискомфорт был в жизни, в семье. ალბათ რაღაცის გაკეთება უნდოდა და мама უშლიდა, შეიძლება. Наверное, он хотел что-то сделать, но отец ему мешал в этом. ან აკეთებდა და мама ეუბნებოდა არ გააკეთო. Либо он делал что-то, а отец говорил, не делай этого. შეიძლება უნდოდა რაღაცის გაკეთება, მაგრამ იცოდა მამის დამოკიდებულება და არ აკეთებდა. Может быть, он хотел что-то сделать, но он знал отношение отца к этому и не делал этого. შეიძლება ფიქრობდა რომ мама ვერ მიგებს საერთოდ. Может быть, он думал, что отец меня вообще не понимает. არ მაძლევს საშუალებას რომ ჩემი რეალიზაცია მოახდინო ამ ცხოვრებაში. Он не дает мне себя реализовать в этой жизни. ხო, რაღაცნაირად ამ ზღუდავს. Ограничивает меня как-то. ნებისმიერ შემთხვევაში რაღაცა დისკომფორტი ჰქონდა და დატოვა ოჯახი, დატოვა мама. Но в любом случае у него был какой-то дискомфорт, и он покинул семью, покинул отца. და იფიქრა რომ მე ჩემებურად ეხლა ვიცხოვრებ. Он подумал, что сейчас будет жизнь сам по себе. შეიძლება ჩვენს ცხოვრებაშიც იყოს რაღაც დისკომფორტი. Возможно, в нашей жизни тоже есть какой-то дискомфорт სხვადასხვა მიზეზების გამო. из-за разных причин. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მივახციოთ ყურადღება თუ რატომ ხდება ეს დისკომფორტი. И очень важно обращать внимание, почему происходит этот дискомфорт. ზოგჯერ ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს არ უნდა იყოს საერთოდ. Иногда мы думаем, что этого вообще не должно быть. მაგრამ არავინ არასოდეს არ გითხრა რომ არ გექნება არასოდეს ცხოვრებაში. Но никто никогда нам не обещал, что у тебя не будет дискомфорта. თუმცა ეს წუთისოფელი გვასწავლის რომ დისკომფორტი ცუდია. Но этот мир учит нас, что дискомфорт это плохо. კომფორტში უნდა იყო. Ты должен быть в комфорте. ყველაფერი უნდა ისე მოაწყო, რომ კარგად შვიდად იყო. Ты должен все так сделать, чтобы ты был спокойно, тихо. და გვასწავლის რომ ის გააკეთე, აი შენ რაც მოგწონს, აი მაშინ იქნები კარგი. И он учит нас делать то, что тебе нравится, и тогда ты будешь себя чувствовать хорошо. ხო, მაშინ იქნები ბედნიერი. Тогда ты будешь счастлив. სინამდვილეში დისკომფორტის თავარი მიზეზი ეწება ედემის ბაღში. На самом деле дискомфорт начинается с Эдемского сада. წარმოიდგინეთ, რომ ედემის ბაღში ყველაფერი კარგად იყო, კომფორტულად, ხო? Представьте, в саду было все хорошо, все было комфортно. ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან იყო მშვენიერი. Отношения человека с Богом были прекрасны. ადამიანის ურთიერთობა ბუნებასთან იყო მშვენიერი. Отношения человека и природы тоже были прекрасны. ადამიანის ურთიერთობა ერთმანეთთან იყო მშვენიერი. А отношения людей с друг другом были также прекрасны. კი, რომ ამზორნი იყვნენ, კი? ანუ ყველაზე კარგი პირობები იყო. То есть лучшие условия были. მაგრამ ამ საუკეთესო პირობებშიც კი Но даже в этих лучших условиях შემოვიდა ცოდვა და ეს ბალანსი დაირღვა. пришел грех, и этот баланс разрушился. დაიწყო ბრძოლა, Началась борьба. ერთმანეთისადმი გადაბრალება, Начали на друг друга вину перекладывать. ღმერთზე წენა დაიწყო, Обиделись на Бога. შიში დაიწყო ღმერთის წინაშე. Начался страх перед Богом. ეს ყველაფერი დისკომფორტი მოდის იმ ედემის ბაღიდან. И весь этот дискомфорт идет с Эдемского сада. ეხლა უფროსი შვილი, მეორე შვილი ამ ისტორიაში. А сейчас из этой истории старшего сына посмотрим. რა ვიცით ჩვენ ამ შვილზე? Что мы о нем знаем? რომ ის მამასთან ერთად ცხოვრობდა სულ. Что он жил вместе с отцом все время. შრომობდა, რაღაცას დაავალებდა, აკეთებდა. Трудился, делал то, что ему говорили. მაგრამ როგორი იყო მისი გული? Но каково было его сердце? კნესიდა. Оно страдало.
არ იყო ბედნიერი შინაგანად. Он не был счастлив внутри. Რაღაცა უნდოდა, მაგრამ ჩუმად იყო. Он что-то хотел, но он не говорил об этом. ალბათ ფიქრობდა რა აზრი აქვს რო უთხრა მამას. Наверное, он думал, какой смысл говорить об этом. მაინც ვერ გამიგებს. Все равно он меня не поймет. ანა ჩემი აზრი მისთვის არ არის მნიშვნელოვანი. Или мои мысли для него не важны. ჩემი სურვილები მისთვის არაფერია. Мои желания для него ничего не значат. ალბათ ეს ჩემი ბედია, რომ აი ესე ვიცხოვრო. Наверное, это Ицвало. моя судьба жить так и мучиться. აი ამისთვის ვარ ალბათ დაბადებული. Для этого я родился, наверное. ის არ საუბრობდა იმაზე, რაც მის გულში იყო. Он не говорил о том, что было в его сердце. და შეიძლება ვთქვათ, რომ უფროსი შვილის ტანჯვა რაღაცნაირად გავს უმცროსი შვილის ტანჯვას. Мы можем сказать, что мучение старшего сына как-то похоже на мучение младшего сына. ერთი რაც სჭირდებოდა ამ უფროს შვილს, უბრალოდ გაეხსნა თავისი გული მამასთან. Единственное, что нужно было этому старшему сыну, это открыться своему отцу. ეთქვა, мама, აი ეს მინდა, ეს მასწავლე, ამიხსენი. Сказать ему, вот я этого хочу, научи меня, покажи. ზოგჯერ, როდესაც კითხულობთ ამ ისტორიას, Иногда, когда мы читаем эту историю, ჩვენ შეიძლება დასკვნამდე მივიდეთ, რომ უფროსი შვილი უკეთესია უმცროსზე. мы можем прийти к такому решению, что старший сын лучше младшего. ანა პირიქით ჯობია როგორც უმცროსი წავიდე და ყველაფერი გავსინჯო. Или наоборот, лучше как младший сын пойти и все попробовать. ერთი ცხოვრება გვაქვს და ბოლოს და ბოლოს უნდა გავსინჯო. У нас одна жизнь, и в конце концов надо попробовать. ეცეთ ზოგჯერ როდესაც ჩვენ ესე ვფიქრობთ, თუ ესე ვფიქრობთ, Знаете, иногда, когда мы так думаем, ну, если мы так думаем, აი ჩვენ ვაყენებთ ჩვენ თავს აი რაღაც მსაჯულის როლში. რომ აი ეს სწორია, ის არასწორია. мы ставим себя на место судьи, что вот это правильно, вот это неправильно. და ამ შემთხვევაში უკვე ღმერთის სიტყვა არ გცვლის ჩვენ თვითონ. И в этот момент Божье Слово нас уже не меняет. ამიტომაც მინდა რომ დღეს ამ ისტორიას ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ. Поэтому я хочу, чтобы мы сегодня на эту историю с другого угла посмотрели. ესეთი კითხვა მაქვს. Такой вопрос у меня. შეგიძლიათ გაიხსენოთ, ვის და რატომ მოუყვა ქრისტე ეს იგავი? Можете вспомнить, кому и для чего рассказал Иисус эту историю, эту притчу? ვის ახსოვს? Кто помнит? რატომ? Почему? Он сказал, по-моему, что грешники раньше вас в царство. კარგით. მოდით წავიკითხოთ, რა სიტუაცია იყო. Давайте прочитаем, какая была ситуация. ლუკას მე-15 თავი, პირველი მეორე მუხლი. Евангелие от Луки, 15 глава, 1-2 стих. უახლოვდებოდა მას, ქრისტეს, ყველა მებაჟე და ცოდვილი. და უსმენდა. აბუზღუდნენ ფარისევლები და მწიგნობარნი, ამბობდნენ, ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამსო. როგორ შეგვიძლია აღწეროთ სიტუაცია, Как мы можем რომელიც აი ამ იგავის წინ იყო? эту ситуацию описать, которая перед этим этой притчей была? რას ვხედავთ აქ? Что мы видим? ადამიანის ორი ჯგუფი. Две группы людей. ერთი არის მებაჟეები და ცოდვილები, Первая группа это сборщики налогов и грешники, ხო, და მეორე წიგნობრები და ფარისევლები. а вторая группа это книжники и фарисеи. მებაჟეები და ცოდვილები მოდიოდნენ რისთვის? А грешники и сборщики налогов для чего они приходили? რომ მოისმინონ. Чтобы послушать. წიგნობრები და ფარისევლები А книжники и фарисеи, რომ იბუზღუნონ. чтобы роптать. ხო. შეხვედრიათ ხო ეს ბუზღუნი? Вы встречали, да, вы такое поведение? ესე რომ თქვათ, ეს იგავი აი ამ ორ კატეგორიას ასახავს. Если так сказать, эта притча эти две категории людей объемлет. ერთი კატეგორია, რომლებსაც ესმით, რომ ცოდვილი ვარ, Первая категория, которые понимают, что они грешники, რომელიც ნანობს თავიანთ საქმეებს, которые сожалеют о своих деяниях,
და ეძებენ ქრისტეს. и ищет Христа. ეს არის უმცროსი შვილი. Это младший сын. და მეორე კატეგორია, А вторая категория, რომლებიც ყველაფერს თითქოს სწორად აკეთებენ. которые как будто все правильно делают. და ზედაპირულად ნორმალურად გამოიყურებიან. И внешне они выглядят хорошо. მაგრამ არ არის კმაყოფილი ღმერთის ესე რომ ვთქვათ несправедливость როგორ არის? ღმერთის უსამართლობით, ხო? Но они недовольны Божьей несправедливостью, იმიტომ რომ უსამართლოდ იღებს ცოდვილებს. потому что он несправедливо принимает грешников. და მათ რაღაცა დამატებითი უნდა იდე თავიანთ ცხოვრებაში. И они хотят чего-то дополнительного в своей жизни. დრო და დრო ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ან ერთ ან მეორე კატეგორიაში. Время от времени мы можем бывать то в одной, то в другой категории. ზოგჯერ ჩვენ გვესმის რომ ცოდვილები ვართ Иногда мы понимаем то, что мы грешны. და ჩვენ ამ კატეგორიაში გავდივართ, ვინანიებთ. И мы в эту категорию проходим, и мы каемся. მაგრამ ზოგჯერ ჩვენ სხვა კატეგორიაში გადავდივართ, Но иногда мы переходим в другую категорию, რომლებიც ასწავლიან ქრისტეს, როგორ უნდა იყოს ყველაფერი. которые учат Христа, как должно все работать. და ბოზღონებენ. И роптают. ესია ხო? ჩვენ ცხოვრება. Так, да, наша жизнь. უბრალოდ რომელი ნაწილი უფრო დიდია? Просто какая часть из этих двух больше? რაზეა მას ესე იგავი? О чем тогда эта притча? კი, უმცროსი შვილი დაბრუნდა, მოინანია, Да, младший сын вернулся, он покаялся, მაგრამ უფროსაც სჭირდებოდა მონანიება, ხო но ეს? старший тоже нуждался в покаянии. რისი თქმა უნდოდა ქრისტეს, Что хотел Христос сказать? რომ ორივე კატეგორიას სჭირდება მონანიება. Что обе категории нуждаются в покаянии. არ არის მნიშვნელოვანი რომელ კატეგორიაში ხარ შენ. Неважно в какой ты категории, ვინ ხარ შენ წარმოშობით, кто ты по происхождению, პროფესიით, по профессии, მებაჟე ხარ თუ მწიგნობარი, ты из Божьих налогов или книжник, შენი მდგომარეობით ვინ ხარ. кто ты по твоему состоянию. იმისთვის რომ მხიარული ცხოვრება ღმერთში გქონდეს, Для того, чтобы у тебя была радостная жизнь в Боге, საჭიროა მონანიება, нужно покаяние, კაპიტულაცია ღმერთის წინაშე. капитуляция перед Богом. უნდა აღიარო რომ შენ არ ხარ მართალი და ღმერთია მართალი. Ты должен сказать, что ты не прав, и Бог прав. არ უნდა შეადარო შენი თავი სხვა ადამიანს, Ты не должен сравнивать себя с другим человеком, მხოლოდ შენ და ღმერთი. только ты и Бог. როდესაც ჩვენ ვადარებთ ერთმანეთთან, თავს, Когда мы сравниваем себя с друг другом, ჩვენ შეიძლება აი ამ კატეგორიაში მოხვდეთ ფარისევლების და მწიგნობრების კატეგორიაში. мы можем попасть в одну категорию с фарисеями и книжниками. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვადარებთ, ეს გვიშლის, რომ სწორედ აღვიქვათ ვინ ვართ ჩვენ პირადად. Потому что когда мы сравниваем, это нам мешает правильно воспринимать, кто мы на самом деле. კაპიტულაცია ეს არ არის ერთჯერადი მომენტი. Капитуляция это не одноразовый момент. ეს უნდა იყოს ცხოვრების წესი. Это должно быть правило жизни. იმიტომ რომ დილით რომ მიღვიძებთ, ჩვენი სიამაყეც იღვიძებს. Потому что когда мы встаем утром, встает также наша гордость. უცებ წიგნობრების და ფარისევლების როლში მიღვიძებთ. А вдруг мы просыпаемся в роли фарисеев и книжников. და ჩვენ გულს სჭირდება დამტაბლდება, И наше сердце нуждается в скромности. რომ ღმერთო, შენთან მოვდივარ და შენთან ერთად ვიცხოვარ. Что Бог, я иду к тебе и буду жить вместе с тобой. ეს კითხვა შეიცვალა თუ არა мама, როდესაც უმცროსი შვილი დაბრუნდა. Такой вопрос: изменился или нет отец, когда младший сын вернулся? არ შეცვლილა, ხო? შვილი შეიცვალა, Сын изменился. ხო? დამდაბლდა. Он стал скромнее. შეიცვალა мама, როდესაც უფროსმა თავისი ესეთი ბუზღუნი გადმოამთქვია მას. Изменился ли отец, когда старший
сын начал роптать. არა, Нет. უბრალოდ დაარიგა. Он просто его наставил. ხო. როდესაც ჩვენ კითხულობთ ბიბლიას, Когда мы читаем Библию, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ქრისტიანობაში ძალიან ბევრი ესეთი ბერკეტია. мы можем дойти до такого вывода, что в христианстве очень много таких запретов. ხო. ზოგჯერ შეიძლება ვეთანხმებოდეთ, Иногда мы можем соглашаться, მაგრამ ზოგჯერ თავისუფლებისკენ გვინდა რომ წავიდეთ. но иногда мы хотим пойти к свободе. და ვფიქრობთ, რომ ეს გვიშლის. И мы думаем, что это нам мешает. ერთი პრაქტიკული მაგალითი. Один практический пример. იმისთვის, რომ ააშენო პროექტი გააკეთო თვითმფრინავის. Для того, чтобы- თქვენ მოგიწეს დავალება. Построить самолет. Представьте, вам дали такую задачу. ხო. და უნდა გამოიანგარიშო რა მასალით გააკეთეთ. Вы должны придумать, какой вы будете использовать материал. ხო. რა ზომის უნდა იყოს ეს ყველა ნაწილი. А какого размера должны быть детали. ხო. ალბათ აიღებთ ბეტონს, ხო? Наверное, вы будете использовать бетон, правильно? ქაღალდს. Бумагу. შეიძლება კი ბატონო. მაგრამ ნახეთ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაცა რომ ააშენო, Но смотрите, в любом случае, чтобы что-то построить, შენ შეზღუდული ხარ იმ თვისებების, იმ ესე იგი მატერიალის თვისებებით. ты ограничен в свойствах материала. შეიძლება ქაღალდით დაიწყო, Может, ты начнешь с бумаги, да? მაგრამ მე მივხვდე რომ ქაღალდი დაიწვება, როდესაც დაიქოქება ეს ძრავა. Но потом поймешь, что когда движок заведется, эта бумага сгорит. ჩვენ შეზღუდული შეიძლება ბეტონით დაიწყო, Ты можешь начать с бетона, მაგრამ მივხვდები რომ ამისთვის რომ ესეთი თვითმფრინავი აიწიოს, რამხელა ძრავა უნდა და რამხელა ესე რა ქვია, ძალა, ხო. но ты поймешь, насколько сильным должен быть самолет, чтобы поднять это все в воздух. ანუ ამ შემთხვევაში ვართ შეზღუდულები იმ თვისებებით, რაც გააჩნია ამ მატერიალებს, ხო? То есть в этом случае мы ограничены свойствами материалов. ვინ აწესებს აი ამ შეზღუდვებს? Кто ставит вот эти ограничения? ვინ? არა, ტექნოლოგია. არა, მატერიალის თვისება. ვინ შეზღუდვებს? ღმერთმა მოგცა ეს ნივთიერებები То есть Бог дал нам эти вещества, და მან თქვა, რომ ეს ნივთიერება ესე იქნება. и Он сказал, что это вещество будет вот так себя вести. ქაღალდი შეიძლება აი ამ თვისებებით, Бумага может себя вести так, მეტალი აი ამ თვისებებით а металл себя так будет вести. და ასე შემდეგ. Так далее. ეცეთ ამ დაგვარი შეზღუდვები არის ყველგან. Знаете, такие ограничения везде. მათემატიკაში გვაქვს შეზღუდვები. В математике у нас есть ограничения. 2 + 2 გამოდის. ზოგს არ აქვს შეზღუდვა, კი ბატონო. У некоторых ограничений не бывает, да. ქიმია იღე, იქაც არის თავისი შეზღუდვები. В химии тоже есть свои ограничения. ვის ახსოვს ქიმია სკოლასთან ვინ იყო რომა? Химию в школе. ანუ ერთი ნივთიერებას აქვს ესეთი ქიმიური, ესე იგი მდგრადობა მაგალითად. Вот у одного вещества вот такая химическая структура. ხო. მაგალითად შენ შეგვიძლია შუშის კილაში ჩაასხა მჟავა, ხო? Например, ты можешь залить кислоту в стеклянную колбочку, მაგრამ არა ხელზე. но не на руку, იმიტომ რომ სხვა რეაქცია წავა. потому что пойдет другая реакция. არა ტანსაცმელზე. Не на одежду, например. ერთხელ მასოს აკუმულატორში ცვლიდი მჟავას. Один раз უბრალოდ помню, ვამატებდი. я добавлял в аккумулятор эту кислоту, და დამესხა და შარვალი მე ცოტა ხანში დავინახე რომ облился я этим, и через некоторое время вижу, что штаны растворились. ასევე ჩვენ ცხოვრებაში Также в нашей жизни. ვინ დაადგინა როდის დავებადებით?
Кто утвердил то, когда мы родились? ვინ დაადგინა რა ფერის თმები გვექნება? Кто არ утвердил то, მითხრათ პარიკმახერმა. какого цвета у нас будут волосы? ვინ დაადგინა რა სქესის ვიქნებით? Кто утвердил, какого пола мы будем? ზოგჯერ ჩვენ ვეგუებით ჩვენს ხასიათს Иногда у нас есть такое, мы смиряемся с нашим характером, например. ან ვაძლევთ ჩვენს ემოციებს საშუალებას რო გვმართონ. Или даем возможность нашим эмоциям, чтобы они нами управляли. ვინ იცის რა ხასიათით გაიღვიძებს? რა Кто знает, ხასიათით? в каком настроении ты проснешься? ვინ იცის როგორ გაიღვიძებს? Кто знает, как проснется вообще? ანუ ჩვენი თავისუფლება ძალიან შეზღუდულია სინამდვილეში. То есть на самом деле наша свобода очень ограничена. და რას გვეუბნება ღმერთი? რას გვთავაზობს? И что нам говорит Бог? Что Он нам предлагает? ისე გზღუდავს? Ограничивает Он нас? არა. Нет. ამ ისტორიაში ორივე შვილს აზრი იყო, რომ мама მზღუდავს. В этой истории у обоих сыновей было такие мысли, что отец меня ограничивает. სინამდვილეში არა. На самом деле нет. ღმერთი გვაძლევს იმ რეალობას, Бог дает нам ту реальность, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია მასთან ერთად გავიხაროთ. в которой мы можем вместе с Ним радоваться. როგორც ხარობდა, როდესაც უმცროსი შვილი დაბრუნდა. Как он радовался, когда младший сын вернулся, ტანსაცმელი მისცა, მადლი გამართა და ასე შემდეგ. дал ему одежду, пир устроил и так далее. ის გვთავაზობს ისეთ ზრუნვას, რომელსაც ჩვენ თვითონ ვერ შევქმნით. Он предлагает нам такую заботу, которую мы сами не можем создать. როდესაც ჩვენ არასწორად უყურებთ თავისუფლებას, Когда мы неправильно смотрим на свободу, ჩვენ შეიძლება ან ერთ კატეგორიაში აღმოჩნდეთ, ან მეორე мы კატეგორიაში. можем попасть либо в одну, либо в другую категорию. ამიტომ თუ ვეძებთ ბედნიერებას და სიხარულს ქრისტეში ღმერთთან, Поэтому, если мы ищем счастье вместе с Богом, ჩვენ გვჭირდება თანდაბლობა. нам нужна скромность. ეხლა ალბათ შემეკითხებით, რა შუაშია გასაოცარი ქრისტე. Сейчас вы, наверное, меня спросите, при чем тут великолепный Христос? ამდენი ილაპარაკე შვილებზე. Столько სადაა ты ქრისტე? о сыновьях говорил, где Христос? ნუ პირველ რიგში ქრისტე ყובה იგავს. Ну, в первую очередь Христос рассказывает эту притчу, начнем с этого. ის ხედავს ადამიანების გულს. Он видит сердца людей, თითოეულ ჩვენთაგანის გულს დღეს. сердца каждого из нас сегодня. ხედავს რომელ კატეგორიაში ვართ. Он видит, в какой мы категории. ვინც ბუზღუნებს, Тот, кто ропчет, თუ ვინც თანდაბლოვად არის. или тот, кто себя скромно ведет. აქ წერია რომ უახლოვებოდნენ მას. Тут написано, что они с ним сближались. მაგრამ ზოგი უახლოვდებოდა თანდაბლობით, ზოგი ბუზღუნით. Но они по-другому сближались с ним. То есть некоторые со скромностью, некоторые с роптанием. ბუზღუნი არ ჩდება ერთ მომენტში. И роптание не рождается в один момент. ბუზღუნი არის ხანგრძლივი მომენტი. Это что-то продолжительное. არ შეიძლება რომ ერთხელ რაღაცა ფეხზე დაგაბიჭდეთ და დაიწყო ბუზღუნი. Нельзя, чтобы тебя кто-то наступил тебе на ногу, и ты все начал роптать. აი ხუთჯერ რომ დაგაბიჭა, მე უკვე იწყებ ბუზღუნს, ეს ვინ არის? Но вот когда он на тебя 5 раз наступит, ты уже тогда начинаешь. ანუ ეს არის შედეგი იმისა, რომ რაღაცა არ თანხდება ჩვენს აზროვნებასთან. Это итог того, что что-то не сходится с нашим соображением. ეს იგავი არ არის уბრალოდ დაკარგულ ძეზე. Эта притча не просто о потерянном сыне. და დაკარგული ძე ორი იყო, ორივე იყო რაღაც მომენტში. В какой-то момент там оба сына были потеряны. არამედ ეს არის მოწოდება ქრისტესი. Но это обращение Христа, призыв. ყველა ადამიანისთვის, Каждому человеку, თითოეული ჩვენთაგანისათვის. каждому из нас.
არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოზიციაში შენ ხარ. Неважно в какой ты позиции, შვილებს შორის არ იყო ერთიანობა. между сыновьями не было единства. უმცროს თავისი აზრი ჰქონდა, უფროს თავისი აზრი ჰქონდა. У младшего свои мысли были, у старшего свои мысли были. ჩვენ არ ვიცით ბოლომდე ეს ისტორია მერე როგორ დამთავრდა. Мы не знаем, как эта история закончилась потом. შეიძლება უფროსმაც მოინანია და შემოვიდა იმ ნადილში. Может, старший тоже покаялся и пришел в этот пир. ქრისტე იმისთვის მოვიდა, რომ ჩვენ ერთიანად ვიცხოვროთ მასთან ერთად და ვიხაროთ. Христос пришел для того, чтобы мы вместе с Ним жили в единстве и радовались. ის არ მოვიდა იმისთვის, რომ ეთქვა, რომ ვა, რა ყოჩაღი ხარ, ჩემთან ერთად ხარ და მალადეც ოჯახში. Он не пришел для того, чтобы сказать, какой ты молодец и ты вместе со мной. ხო. რომ შენ თვითონაც შეგიძლია შენი ძალით მიხვიდე. Что, в принципе, ты тоже со своими силами можешь дойти. ხო. ან პირიქით მოვიდა იმისთვის, რომ ოხ შენ ამ ჟუვაჩკის პატრონოში და Или наоборот, он не пришел для того, чтобы упрекать в чем-то. როგორი ცოდვილი ხარ შენ. Какой ты грешник. არაფერი არ გეშველება. Ничего тебе не поможет. არც კი იფიქრო ჩემთან მოახლოება. Даже не думай приближаться ко мне. განსაოცარი ქრისტე ყველას აწვდის ხელს. Великолепно Христос дает руку всем. მოდით სათანადო დავაფასოთ ეს. Давайте ценить это. ერთმანეთიზე არ ვიბუზღუნოთ. Давайте не роптать на друг друга ღმერთის წინაშე. перед Богом. ვაღიაროთ, რომ თითოეულ ჩვენთაგანს გვჭირდება ღმერთთან სიახლოვე. Давайте скажем, что каждому из нас нужна близость к Богу. ის არის კეთილი მწყემსი, Он добрый пастырь, რომელსაც შეუძლია აი ჩვენი ბუზღუნი და ყველა ჩვენი ნაკლი который გააქარწლოს. может наши роптания, наши все недостатки исправить. რომელიც მზად არის, რომ დიდი ნადიმი გამართოს, როდესაც ინანიო. Который готов огромный пир приготовить, когда мы каемся. ორი ძმი იგავი. Притча о двух братьях. ეს არის ორი ვარიანტი ალბათ იმისა, თუ რა შეიძლება მომხდარიყო ედენის ბაღში. Это, наверное, два варианта, что могло случиться в Эдемском саду. შეიძლება თქვათ, რომ ის რაც დაემართა ადამიანს და ევას, ეს არის უმცროსი შვილის სიტუაცია. Мы можем сказать, что то, что случилось с Адамом и Евой, это ситуация схожа с младшим сыном. თავისებურად იფიქრეს, რომ ჩემებურად წავალ. Они думали по-своему. და ჩვენ დღეს ბევრ რაღაცას ვინკითხიდან. И сегодня мы много чего получаем из-за этого. და ჩვენ გვჭირდება მონანიება. Нам нужно покаяние. თუ არ შეჭამდნენ იმ ნაყოფს, Если бы они не съели тот плод, ალბათ რაღაც დროის მერე აღმოჩნდებოდნენ უფროსი შვილის მდგომარეობაში. наверное, через какое-то время они оказались бы в этом положении старшего сына, რომელიც ცხოვრობს ედემის ბაღში, который живет в Эдемском саду, მაგრამ არ ხარობს. но не радуется. არ აფასებს ამ ედემის ბაღს. Он не ценит этот Эдемский сад. და ვიქნებოდით აი ამ მეორე კატეგორიაში. И мы были бы в этой второй категории. იესო როგორც თქვი, ყველასთვის თქვა ეს იგავი. Как я сказал, Иисус для всех сказал эту притчу. ის მოვიდა იმისთვის, რომ გვაჩვენოს ნამდვილი შვილის დამოკიდებულება. Он пришел для того, чтобы показать, как настоящий сын относится к этому, რომელიც მამასთან ერთად შრომობს, который вместе с отцом трудится, რომელიც საუბრობს თავის გრძნობებზე და სურვილებზე, который разговаривает о своих мыслях, о своих желаниях, რომელიც ემორჩილება მამას, который подчиняется отцу, იმ გეგმას, რომელიც მამამ მისცა. подчиняется тому плану, который отец дал ему. ქრისტე მოვიდა იმისთვის, რომ ჩვენ დავინახოთ, როგორი უნდა იყოს ნამდვილი შვილი. Христос пришел для того, чтобы мы увидели, какой должен быть настоящий сын. როდესაც შენ ხედავ შენ თავს უმცროსი შვილის მდგომარეობაში, Когда ты видишь себя в положении младшего сына, ნუ გეშინია, რომ აღიარო. не бойся признать этого.
გამოაცხადო კაპიტულაცია და დაუბრუნდე მამას. Капитулировать и вернуться к отцу. Мама მზად არის, რომ სუფრა გაგიშალოს. Отец готов, он готов устроить пир. როდესაც შენ ხედავ შენ თავს უფროსი შვილის მდგომარეობაში, Когда ты видишь себя в ситуации старшего сына, ისწავლე გახსნილობა. научись открытости. იხარე, როდესაც мама იღებს უმცროს შვილს. Радуйся, когда отец принимает младшего сына, თუმცა ეს გეჩვენებოდეს არასწორად. несмотря на то, что это может неправильно казаться тебе. თუ შენ გირთულდება, ითხოვე დახმარება. Если тебе сложно, то попроси помощи. მიეცი საშუალება, რომ წერილებმა შეგცვალონ, შენი გული შეცვალონ, Дай возможность Писанию менять тебя, менять твое сердце, შენი ხასიათი შეცვალონ, твой характер менять, შენი სტილი ურთიერთობის შეცვალონ. стиль твоего общения изменить. ჩვენ არც ერთი არა ვართ სრულყოფილები აქ. Ни один из нас не полноценен здесь. თუ ვინმე ხართ, მიხარით. Если кто-то совершенен, скажите. მაგარი. მე მეგონდა შენ ხარ ან იცნობ ვინმეს. Может, вы знаете кого-то? ანუ ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ. То есть мы здесь для того, чтобы помочь друг другу. ვახიაროთ, რომ თითოეულს გჭირდება რაღაც მომენტში ცვლილება, რაღაც ეტაპზე. Каждому из нас в какой-то этап жизни нужно что-то менять. თუ შენთვის რაღაცა ადვილია, Если для тебя что-то легко, დაეხმარე იმას, ვისაც ურთულდება. помоги тому, кому сложно. თუ შენთვის რთულია, А если для тебя сложно, ისწავლე და ითხოვე დახმარება. научись и попроси помощь. გაყევი გასაოცარ ქრისტეს, Следуй за удивительным Христом, რომელიც გვაძლევს სრულყოფილ მაგალითს. который дает нам полноценный пример. და გახსოვდეს, რომ ეს გასაოცარი ქრისტე აგრძელებს თავის მუშაობას შენს გულზე. И помни, что этот удивительный Христос продолжает работать над твоим сердцем, რომ საბოლოოდ სრულყოფილი გაგხადოს. чтобы в итоге сделать тебя совершенным. ჩვენ ახლა გვექნება ზიარება. У нас сейчас будет причащение. ზიარება არის საშუალება, რომ გავიხსენოთ ქრისტე. Причащение – это возможность вспомнить Христа. და ერთი მუხლი კიდე წავიკითხოთ, შეიძლება. И давайте один отрывок еще прочитаем. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მუხლი. Один из моих любимых отрывков. ებრაელთა მეხუთე თავი 7:9. Это Евреям 5 глава 7-9. მან, ანუ ქრისტემ, Он, то есть Христос, თავის ხორციელ დღეებში ძლიერი ღაღადი და წრემლებით შესწირა ლოცვანი და ვედრებანი მას, ანუ მამას, ვისაც შეეძლო მისი ხსნა სიკვდილისაგან და შესმენილი იქნა მისი ღვთისმოშიშობის გამო. და თუმცა ძე იყო ტანჯვით ისწავლა მორჩილება და იგი სრულქმნილი საუკუნო ხსნის წყარო გახდა ყველა მისი მორჩილისათვის. ქრისტე ნამდვილად გასაოცარი მაგალითია შვილის. Христос и правда удивительный пример Сына. შეიძლება გავიხსენოთ ის იგავი, რომელზეც საუბრობდით. Мы можем вспомнить ту притчу, о которой мы говорили. და წერია, რომ ის გახსნილი იყო, თუმცა ტკივილი იყო მის ცხოვრებაში. И тут написано, что он был открытый, несмотря на то, что в его жизни была боль. თუმცა სიკვდილის პირას მიდიოდა. Несмотря на то, что он шел к смерти. და მამას შეეძლო ამისი ხსნა. И отец мог его от этого освободить. დაემორჩილა. Он послушался. მოდი დღეს, როდესაც მივიღებთ ზიარებას, Давайте сегодня, когда мы будем принимать крещение, ჩვენც გავხდეთ მორჩილები ქრისტესადმი. мы тоже станем послушными для Христа. ვიფიქროთ, რა მდგომარეობაში ვართ Давайте думать, в каком мы состоянии, და მივბაძოთ გასაოცარ ქრისტეს. и будем подражать удивительному Христу.